სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები 86 წლის თინა რევიშვილი შესაძლოა თავშესაფარის გარეშე დარჩეს. საახსრულებლო ბიუროსა და პოლიციის თანამშრომლებმა იგი საკუთარი საცხოვრებლიდან გუშინ გამოასახლეს. თინა რევილიშვილი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბილდების ანთება მაგარიცნება. სად გადაყავთ ახლა? რეფერალურში ბაგრატიონზე. სასამართლოს არაცალა, პროკურატურაშიც მაქვს საქმე შეტანილი, არაცალა არაფერს, ხო და გამოსახლდეთ უნდაო და კი ბატონო გავსახლდეთ, მაგრამ მე პასუხისმგებლობას ვიხსნი თავზე, მე ამას ვერსად ვერ წავიყვან. ვერ წავიყვან, იმიტომ რომ მე არცად წასასვლელი არ მაქვს. გამეიყვან მოკვდება, სად უნდა წავიყვანო, სად ვიტირო მე ეს კაცი. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოსახლება კანონიერად მოხდა, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ როსტომ მამულაძემ თინა რევიშვილს ორი იპოთეკის გამაერთიანებელი დოკუმენტის ნაცვლად ხელი ნასყიდობის დოკუმენტს მოაწერინა, რაც მისი აზრით კანონდარღვევაა. ოჯახმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნული დოკუმენტის ბათილად ცნობა მოითხოვა. მამულაძისაგან 2 წლის წინ $24,000 ოდენობით ცესხი თინა რევიშვილის შვილმა აიღო. სანაცვლოდ კი იპოთეკით დედის საცხოვრებელი დატვირთა. რევიშვილების თქმით, ცესხის ოდენობამ პროცენტთან ერთად $75,000 შეადგინა. პროცენტებს უმატებდა და ავიდა $75,000 თხოვს ახლა. მე სასამართლოში შევიტანე საჩივარი, არ ელოდება სასამართლოს, პოლიციის სამართლოში შეიტანა მას, მე თაღლითური გზით მოწიეს გააყოფია ის კარმიდამო. 465 კვადრატული მეტრი მიწა აქვს ამ სახლს. გამოსახლება მოქმედი კანონის ჩარჩოებში კი ჯდება, მაგრამ უზნეობა თავისი შინაარსით ამ სიტუაციაში, როდესაც მესაკუთრედ დაფიქსირებულია ადამიანი, რომელმაც რეალურად მოატყუა ყოფილი მესაკუთრე და იპოთეკის სასწრაფოდ ნასყიდობა დააფიქსირებინა რეესტრში. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად როსტომ მამულაძე კომენტარს თვალსაჩინოს. მე არ მინდა კაცო, მე სასამართლოა და იქ დევლაპარაკებ და იქ ილაპარაკებ. კერძო პირებს შორის იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემის დარეგულირება ამ ეტაპზე შეუძლებლად მიაჩნია დაჭერის უმაღლეს საბჭოში. კერძო პირებთან პირდაპირ ვამბობ გაჭრილად ის ლომბარდიც და ის გამსესხებელიც არის ერთი კაცი. და კაცისა და კაცის ურთიერთობებში ძნელია ძალიან რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელს ყადაღა აქვს დადებული. სასამართლო პროცესი 16 მაისს არის დანიშნული.